არა ძალიან დიდია. ნივედრა გადმოდგიბარ ერთად ავავსოთ ეგეც და წავედით. ეგ იყოს მან. მომეცი აქ შენი ვედი. გაუმარჯოს. ჩვენი უბნის ცოტა ქვემოთ ვართ ჩამოსულები რიყეში. ვაგროვებთ ქვებს. ეს წელამკვდარულად აგროვებს, ერთი ვედრა ავავსე და ეს წელამკვდარულად იმაშვება ეს. არ მუშაობს. არ მუშაობს საერთოდ არ მეხმარება. ერთი დიდი ლოდი ჩადოდა და ანება თავი წამოიღე ჩემი აკრებული ვედრა. და ფეხები მეტკინა სხვათა შორის. ნახე ვინ გამოვიდა. თუგა. წავიდეთ და დანარჩენ სახში ვნახოთ. აი აქაც ნახე რამდენია. ნახეთ სულ წვრილი ქვებია. ეხა ის გავაფრთხილე რომ ეს რიყია აქ სიბინძურია რაღაცა და ხელი მეტი სახეზე არ მოიდო. თმაზე არ მოიშეიხო. ავალსა კარგად დავიბანთ ხელებს და ქვასაც შესაბამისად საეცხის ფხვნილში ვრეცხავ ხოლმე ჟელეში რომ ვაშრობ და მერე ვიწყებ მოხმარებას. ასე რომ თქვენი გოგოები რომლებიც იძენთ და თუ ესეთი ქვით არის გაკეთებული, იცოდეთ რომ სუფთა და მთავარია იცოდეთ რომ ბუნებრივია. იცოდეთ რომ აი ესე თავისთვის ეგდოდეს ხაც, ეკიდავდო. ეგდო და მიიღო ახალი სიცოცხლე. ამიტომ მიყვარს ქვა. და არასოდეს გაფუჭდება. არასოდეს არ გაფუჭდება. არასოდეს. აი ესეთი რიყი ჩამოდიოდა ჩემთან უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე და იმ პერიოდში სუფთა იყო ხოლმე, ვანაობდით კიდეც ხოლმე შიგნით, იმიტომ რომ მაშინ არავის ქონდა კანალიზაციები შიგნით ჩაშვებული და ეხლა ეს კიდე ზედა მხარია რა უჭირს, ქვემოთ უკვე ყველას მასი აქვს გაშვებული ძირითადად რა. ყველას 90 და ალბათ 10%. მაშინ ახლა იყო ეს ყველას გაშვება. მამა პაპურად ამოჭრილი ტუალეტი. დროშბა მუშაობს. მოკეთ. მომე. ცოტასაც ჩავყრი და სწავლობ სახში. წესით იმნახაც უნდა იყოს რა. აქაც ყრია, მაგრამ ისა გრავილია, ნატეხია და ეგ არ მინდა. თან ხალხმა მოიტანა და მე ხო არ წავიღებ სახში. იცი როგორ დაცხარო. აი სურვილი გაქვს რომ გაიხადო ტანსაცმელი და რაღაცა უკვე მითიარო, მაგრამ მოგეხაზება მაგას რო გააკეთებ. ნინო პირველ რიგში ხელები საპნით. ამასაც ცოტა ხანი ჩაუყრი წყალში. ჟელეში რაღაცაში რომ კარგად და მერე გავრეცხავ. სასწორი გააკეთა ლაშამ, არაფერი არ იყო ეს ელემენტის სითხე რო გამოსდის, ხო იცი, ეგ იყო გამოსული. და ის კონტაქტი არა აქვს. გაფხიკა დანით და ჩვეულებრივ ჩაირთა. რადგან ორი ყავა მქონდა დალეული და ცოტა შეჭმულიც მქონდა საჭმელი, არ დავდექი, არ ავიწონე, მაგრამ სხვათა შორის მეგონა რომ უფრო მეტი ვიქნებოდი და გამიკვირდა. ამიტომ სუფთა წონას ხვალ გეტყვით. წკრიალა წონას. ეს რა ვიცი, დაბადებიდან 26 კილოა, აღარ მოიბადა. 26 კილო ღმერთო. მოდის ვიყავი. თანაჭამზე ხო კარგი გამოსიკვდილს. ეხა სუპი გავაკეთე და შია სინამდვილე რო გითხარით და ცოტა შევჭამ. მაგარი მოძრაობა აქვს. ხო ესა. ქვებს რო ვკრეფავთ ხოლმე ზოგადად თან ეხა ძალიან რიყეში ვიყავით ჩასულები და მანქანით რო გხვდებიან ხოლმე
შემოიხედებიან ხოლმე ესე რომ მარტყოფელებო ვინც დამინახავთ რომ რიყეში ვიღაცა ზის და ბუდა რაობს ანუ არაფერს არ ვეძებ ის განსაკუთრებულს ქვებზე ვარ წასული და ძალიან გაოცებულები მიყურებიან ხოლმე ხან მაგრამ მოვედით შედინინო აბა ორი კარი გააღმერთ ჩემო და ხურე ეგეც და ჰაუ რა დაცხა დღეს ძალიან მაგარი დღე მაქვს ნახეთ როგორი შავი არის სათვალე მაგრამ სინამდვილეში არ არის შავი სათვალე დღეს მაქვს მაგარი დღე ეს გავამზადე უკვე მზადა რომ აი საქმის ნასახი არა მაქვს ნუ ცოტა დასაუთებელს თუ არის ნინო მედი და ის ლურჯი პატარა ტაშტი გამოიტანე რა თქვენი ეხლა ჭრილში ცოტა გაუფერულდება სათვალე და მანამდე არ ვიყავს ხოლმე თვალებში რომ ვერ გიყურებ მგონია რომ უზრდელურად ვიქცევი ანუ არა მაქვს რა ისეთი საქმე არაფერი გასაკეთებელი ძირითადად უნდა მივყევ ნახატებს და ნახატებია დღეს ჩემი საქმე მამამ წაიღო მაგიდა რა მაგარია ხელები დაიბანე შენ მიდი და ამებს მივხედა აი აქ გავწმინდე გავრეცხე მაგიდა და აი აქიდო ის საროჭკებს რო ხატავ ხოლმე ის გვალი მაგიდა და ფაშას წაუღია ასე რომ კარგად დაიბანე საფითა მომეციეს ეს ხელისუფლება მომარც რო ქვებს აქ ჩემთვის ყველანაირი ყვავილზე ლამაზია ქვა მე ზოგადად არ მიყვარს კარგად მოხსენი კრანი არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი გარდა იასამნისა იასამანი ჩემთვის რა ვიცი ნუ ვარდი ხო კაია და რაღაცა და მეგიცინი ყვავილი ლამაზია მაგრამ იასამანი ძვირფასია ჩემთვის ამებს შევინახავ ეგენი იდება და კარგად თავისათვის მიდი რა დროზე რომ მეც დავიბანე ეხლა ცოტა შევჭამ ცოტა სანამ ქვები გაშლება და მაღლა ავალ რამე ფილმს ჩავთავ და თან დავაწებებ იმას აულაშასთვის უნდა დამერეკა და მე თქვა დასარეკი გააგშენ კი მიდი მამას დაურეკე და თუ გვიპასუხებს დედამ დამაბარა თქო და ბლადედა თქო ისა ქვებს რო აწებებს ის წებო თუ შეგხვდებათ იაფიანიო ის წამოიღეო ხო იცი რომელი წებოც აი ქვებს რო აწებებს ხოლმეო ხო ცხელისა არა პრინციპში ამას რას ვეუბნე მე დავრეკო დიდათ მოფიქრება მაგას რა ადე რა დარეკე რა შესაბამისად წყალს რო უშვებს და მოტორის ხმა არ არის ეგ იმას ნიშნავს რომ წყალი მოდის მეტა იცოდეთ რამდენი ჭჭყი გაუშვა ჩემმა შელე დავასხათ კარგად მიყვარს ხოლმე ესეთი დღე ძირითადად რომ უთმობ ჩემს საქმიანობას და რაღაცა საჭმელზე, რაღაცა ცოცხლზე, ტილოზე და რაღაცაზე არ დავდივარ. მამა, თუ შეგხვდა სადმე ორი ცალი წამოიღოს რა წამოიყოლოს. ის რა არის წებო, ხო იცი დედა რითიც შეწევებს ქვებს. მე რა ვიცი რითი აწევებს. სილიკონის კაცო რკინაში დაკაკეთ. სილიკინის. არა. ორი ცალი. ორი ცალიო. აი შავი გოგო აქტებს. გააგებინე რაც მინდოდა. ო, ჭუჭელი მაგდაცალი ცხიდი. ქარს ჭუჭელი გაცალი ცხი და რიყე დადიხარ ქვებს. მეტი რა საქმე. გადარაფე. არც არაფერი, მეტი რა საქმე. მაგრამ ცოტა ახლა უნდა საჭმელი ვჭამ. ცოტა. აი ხა შევცივდა.
იმაში რა ქვია ჭრდილში და რაღაცა იქ კარგად ცივა ისე. რა ჩამოწეჭველია ეს დაუტოვიათ. გუშინდელი ჩემი გაკეთებული რა ქვია მას მხარი და მაშინ ამას შევჭამ და მე შემოგიერთდებით. ეხლა ის ვიდეო ჯერ არ ატვირთულა ტელეფონთან რომ მქონდა Wi-Fi-სთან წვდომა არ მქონდა და ამიტომ სავარაუდოდ ხა ნენელა იტვირთება. ცეცების დახრა. კარტოფილი შევწვი. დილას. ყველას ეყოფათ მეთქი. ესე ამოუკრეფიათ თუ ერთი ბეწოღა არის, ეგი ივანე რომ მოვა ეკლესიაშია რომ მოვა ივანეს ცალკე შევწვი კარტოფილი. წავედი და მოვალე. გამეტეტა ქოჩორი. ეხა ეს ქვები გავრეცხე და ავიტან მაღლა და ბოლო ეტაპია გაშრობა და დავიწყებ. ამასობაში დავლევ ყავას. დღეს არ ვიცი რატომ მესამე ყავა დავლია უკვე და საღამოს რა ვიცი მომწერეთ მაინც. ჭუჭელიც დავრეცხე, ხალი არა ვარ? მოიცადე? ასე? არა. მოიცა? ასე რა. ზოგადად უნდა ივარჯიშო რომ ბევრი რაღაცა ერთად აიღო. აი ესე. არა. კი რაღაცა ვარ. კარგად ვერ ივარჯიშე. აჰა. წავედით. ბევრი დრო არ გასულა, სხვათა შორის მარტო 2 საკლი 20. წავედით. ნახეთ რა მინდია და ნახეთ რა მაგარია. მერთო, აი ეს პერიოდი დიდხანს რომ გაგრძელდეს ხოლმე, შეიძლება უზომოდ მიყვარს ეს პერიოდი, უზომოდ. ლიმონი გამოვაბრძანე გარეთ. ნახეთ როგორ ლამაზად. ოჰ, კუდა. მოვიტანე ქვები. და ჯერ ყავა დავდო. ასე. კარგად მოტყაპანდეს და აი ესე ასე გავშლი. ნახეთ რამდენია. ბარბარე შენ ერთ მოუხდება ეს იმ შავს უნდა გაუკეთო გადაღების გარეშე. ნახეთ რამდენია წესით უნდა იყოს არა? რა ვიცი. წესით კი. თუ რა სიტყვით. როგორ იყო? ნახეთ როგორი ის არის სველი რო არის. ამ ეფექტით იქნება მე. ესე გავშლი რომ გაშრეს. თორე სველი დიდი შანსია რომ ასწრეს მე. არ მიიკრავს კარგად. აი მე ფეხები მეტკინა, ამოდენა ჩაკულტვა ადგომაში ქვებს რომ ვიღებდით მე და ნინო და წელით ცხოთა შორის. ასაკი გენაცვალეთ, ასაკი. არა ვაჟა. დავისვედოთ ხალხლებო. ბერბერში რა გიხარი? გაღიმებული რო ხარ? სამიხარ. რა ვიცი რა გიხარი? კეთილთან აზიის გაღიმებული. გუშინ მოიტანა ქალმა ისა. მე ამ სათვალს აღესწრეს. ვარდი, კისერ მოწყვეტილი. ბიჭებმა გოგოებს მისცეს ვარდები და სანამ მოიტანა ადგილამდე მარა ისა წიგნში ჩადე. მეც ვიყარდა ხოლმე მასე ყვავილების შენახვა. და ისა კიდე. გული გაუხეთქეს დამრიგებელს. საწყალი ხალი. ეს ხო კარგად არის, რომ ვიკითხო. ხო იცით ტრენდი რო იყო ყვავილებს რო აძლევდნენ, სხვათა შორის მე მგონი ისა რუსების ტრენდია, რუსებმა დაიწყეს მგონი. რა მნიშვნელობა ყოველ შემთხვევაში მე მომწონდა ეგ სიტუაცია. ცეკვის მასწავლებელსაც გაუკეთეს შარში. და ეს ხანაირი იყო.
ისინი ეფარებიან და მე აწევენ და იქ მართლა ჩხუბობ. ხო. მოკლედ დაეხმარნენ ამაში მასწავლებლები, ერთ-ერთი მანდატური და ხელოვნების მასწავლებელი, რომ ესა დაურეკა ხელოვნების გაკვეთილზე, თან ახმაურობდნენ ბავშვები და ლისოვო გეხვეწები ერთი წუთი ამოდიო და მაგ პერიოდში მანდატურით ჩავიდა, რომ ლისო მასწავლებელს უთხრა ამ დამრიგებელს, რომ მოკლედო არ ვიცი, ხოცავენ ერთმანეთს ჩქარაო და მანდატური ხომ ორბოდა და ლისო მასწავლებელი უკან კინა გაასწრო მანდატურს. ისეთი ხო და აი კუთხეში დიდი ზედახურა ის ერთი რომელი იდგა ზედა. ეგონება რაგბი იყო, ხო ეყარე და ის ერთი ზემოდან იდგა. ზემოდან იდგა. არ იყო ეგე რა, ანუ უნდა შემოსულიყო. ხო და ისა. შემოვარდა მანდატური წიოკით, თარსახეზე როგორ ეტყობოდა, რომ ეციებოდა. ვაიმე, გაჩერდით, ვაიმე და აი ის რო იცი რა გამახსენდა? კითხეს და ვერ გეჩხუბებით ეგეო და იცი რა გამახსენდა ის? იმაში რო არის. ელისო მასწავლებელი იყო იმასავით, ელ პრიმოს. ელ პრიმო, შუაში რო ჩახტა. ერთი თამაშია და ერთი თამაშის გმირი არის, რომ ანუ ხტები და შუაში ხტები რა იმ რაღაცა რაღაცის იმაში ხტები, მოკლედ შუაში რა ეგრე გავარდა ამათი დამრიგებელი და იმ ბიჭებში შუაში შევარდა, შეანგრია რომ გაშველებდა და ამ დროს მისცეს ყვავილები ტკბისა, შოკოლადები თუ რა იყო ტკბილეული, ხო, რაღაცა და ანუ მასებელმა მიხედა და ამის არ ვთქვა დაბაცად მაგის დრომა ბავშვებს ვაშველე. ხო მიუტანეთ მედალი. გული გაუსკდა ადამიანს. თან თავი დაგვიქნია, კარგით დამაცადე და გაიგოთ დაშველებდა ისე. ბიჭებს აშველებდა. ანუ ანუ ადამიანის იმდენად შეშინდა, რომ ისა ვერ მიხვდა, რომ ეს იყო ხუმრობა და ამის გამო ამოარბეინეს კიბეებზე. ადამიანი თუნდაც 5 კიბეზე ამოდის. მართლა ეგე იყო, რომ ქალს ხელები უკაკალებდა თუ. შეიცირავენ ესენი ვიღაცას და გეუბნებით რა. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ეჩხუბათ, იმიტომ რომ ეგ ხო ძალიან ნორმალურია რა. ხო, მაგარი ნორმალურ კლასში, როდესაც ჩხუბობ, თან როგორ აჩხუბობ? რაგბი ხო გინახიათ, აი მასე ეყარნენ და ერთი ზემოდან იდგა. მაღლა იდგა რა, ცოტა ხონდა, ვერ მივხვდი რატო იდგა. ის ეგ ხო მაქვს. ეგ კადრი რო ჩავსვა. არ შეიძლება რომ ჩავსვა. მოკლედ ახლა სანა ვიდეო დამთავრდება, განახებთ რა უყეს მასწავლებელს. მაგრამ თლიანობაში კარგი გამოვიდა. ნუ ჩაფიქრებულიც ეგრეთ უნდა იყოს. ეგე იყო, რომ უნდა შეშინებოდა და ვაითი ამოსულიყო და მოკლედ სიურპრიზი გამოვიდა და მასწავლებლების დახმარებით, მანდატურის და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით. ერთმა მანდატურმა უარი უთხრა, მე ვერ გეჩხუბებ. მე მანდატური რო არის, უთხოვეთ და მე ვერ გეჩხუბებით, ეგე უბრალოდ. ხო. წავედი ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. სათვალე მაგასაწმენდი აშკარად და ეხა ეს ეგე უკვე შეშრაქვები ნახეთ ზედაპირი. ეგე შეშრა. აი ესე მოვწევ და მე მაგიდაზე დავყრი და დავიწყებ დაწებებას. და სავარაუდოდ უკვე ბოლოს მაგნახაც ნახავთ შავს და შავს რომ მორჩები და გავლაკავ, აი უნდა გავლაკო და რაღაცა მე დავიწყებ იმ ერთს კიდე. წავედი ახლა. მანამდე უყურეთ ვიდეოს თუ რა უყეს მასწავლებელს. მე 9 A კლასმა, ხო მე 9-ში ვარ. ხო. კარგად. ვაჟაჟიანს უყურე.